სალამით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე, თემურ ახალზე. ეხლა დავამთავრე სესია, თევზაობის ძალიან საინტერესო და კარგი სესია გქონდა. სანამ ვიდეოზე გადავიდოდეთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ თან ამეკიდა ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ასევე თევზაობდა და თან ვილაპარაკებოდი ამ ბავშვს და თან რაღაცეები და მოკლედ ნახევრად ნორვეგიულად ვლაპარაკობ ვიდეოში. მაგრამ ჩემი აზრით მოგეწონებათ ვიდეო. მოკლედ ჩაუჯექით და ისიამოვნებთ. პირველი გამოსვლა თევზის ვერ ჩაკიდა პროსტა. ვერ დავსვი. ადაოქო. აქ როგორ დგას ესეც პატარა წყალში გადავირები. Da, ser du? Ja, det var liten da, men det er fint. Vet du, Luka. Det tør jeg ikke. Der tok den! Det var fine røde prikker. Der ute. Da kan du gå. Mokkelig takk. Sabavsho baghi არის იმეებს რა ქვია. პატარა კალმახების და ცოტა ადგილ შევიცვლი. დაბლა ჩავალა. ნახოთ იქნებ ზომა შეიცვალოს ცოტათ. ნახოთ აქედან ჩასვლა თუ შეიძლება. მაინც მოვიარო დავასკანერო და თუ ზომები დიდად არ შეიცვალა, მერე შეიძლება სატყუარებიც გავზარდო. მაგრამ დღეს იმინა მოვედი და ეგრევე 3. ამ თქვენი დამსახურებით რომ მითხარით რომ გაატარეო ცოტა ისეთ ადგილებში, რავი, დღეს ურტყავს მაგრად. წინაზე რო ვიყავი, არ ურტყავდა ესე აქტიურად პატარაც კი. ან სატყუარა მუშაობს მაგრად. ზომას არა ან იმასთან შედარებით დარეთ всё დაგაბით ბატონო პატარები ნახეთ რა ცოცხალი მდინარეა გორი პატარა და ლამაზი მივზანდით ბატონო გამოცოცხლდა იგრა ვაგზელებთ ვერთობით რა. ისე რა არის იცით? ანუ ეს მდინარე არის გაყოფილი, ანუ მთელს ქალაქს ჩამოუყვება, ასე ვთქვათ, და გაყოფილი არის 3 ნაწილად. პირველი ნაწილი არის, სადაც ზღვის კალმახი შემოდის და იქ თევზაობა დაშვებულია რაღაც კონკრეტულ პერიოდებში ხოლმე მარტო. და ეს ეხა სადაც ვართ, ეს არის შუა ადგილი. ამ შუა ადგილის თავზე, იმენა საწყისში, სადაც თქვენ რომ მითხარით, რომ ადიო ზევითო და ისაო და ესაო, ხო? მაგ ადგილას ხალხი ძირითადად ბანაობს. ხო და მან თევზის დაჭერა კი არა და მან არაფერი არ იქნება. ხო და მერე არის ერთი ადგილი, იქაცა ვარ ნამყოფი. აი, იქ უკვე ძირითადად ესეთი შემომდინარეში, ასე ვთქვათ, ძირითადად ისინი დგანან, ქორჭილები. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. მითევზავია მანდ ქორჭილებზე მორმიშკებით. ამ კაი ზომები იყო რა სხვათა შორის, კაი ზომის. ნორვეგია მაინც მაგარი არის რა იმ ულიან, რასაც ქვია აქაურობას. ეხლა სადაც მე ლიცენზიას ვყიდულობ, УФА ქვია, მაგ კონკრეტულ ორგანიზაციას და ეგენი ათევზიანებენ მდინარეებს, ულიან და იმენა ჩალიჩობენ რომ მაქსიმალურად კარგად იყოს, ანუ თევზი მდინარეში. მაგრამ ნუ ეს მდინარე დიდად ეხა არ გამოირჩევა აქტიურობით მეთევზეებისთვის და რაღაცა და ასე ვთქვათ თავის თემაზე ყავთ მიშვებული, ასე ვთქვათ რა. მაინც ეხა არის. როგორც ხედავთ, სიცოცხლე არის მდინარეში. არავის არ კლავს, დენით არ დასდევს. საქართველოსგან განსხვავებით სამწუხაროდ. კი
კი არა, ანუ საბედნიეროდ თუ არავინ არ გასდევს, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ეგეთი მდგომარეობა. კიდევ პატარა მოვატყუეთ. აბა. რა პატარა. კაი, აღარ ვაწვალებ. გავუშვებ. და წავიდა. აქვე დაიჭირა. აი, ზომებში ვერ ვიამაყებ, მაგრამ რა ვქნათ. ესეც კარგია. ასწორებს. მე დაწყნა. გადარეული. ცეთ პეტელა. მიგზანდით, აღარ გავაწვალოთ. აბა. ჩვენ კიდე შევიცვალოთ ადგილი. აქაურობა გასაგებია. ეს რა იყო თუ? ანზან. ვახ. კატეხა. შევაგდე და ეგრევე არ დაჯდა. ბოლოს გაიძრო, მაგრამ ეგ ძალიან ცუდი იყო. იმენა ყოველ გადაგდებაზე გადატენილი უნდა იყო მზად. სხვანაირად არ შეიძლება. აი ხა გავასხავ. ეს რა მხელა ბიჭო? სად არის? წავიდა ბრძოლა არ გაიძროს ოღონდ. დეტარა მხელა. არ მომყვება საერთოდ. მიდი ჯოხო დაამუშავე. აი ვაფშე დგას იმენა პოხუიზე. ჩემი დედავატირ. მაკანკალებს. რით ვერ დაიღალე. დანუ ძალიან არ მინდა გადაუჭირო. კაი ზომა. Jeg skal prøve å fange det. Oi. Ja, kanskje. Jeg skal se. Nei. Ikke god. Ada. Aurates. Auram khela. Oi, op. Glebi akimis dedavati. Aitsa santimetri mak. Ngoni. ესეთი ნახეთ რა ლამაზია. აი. კავალზე ოდნავ დიდი, მაგრამ აქაურობისთვის ძალიან კარგი ზომა. უფ. არ მიდის იმენ. აი, მოკლედ წავიყვან ამას. მიმყავს კაროჩი. წაყვანა შეიძლება მაინც და არ შეიძლება მისწვალება. მოკლედ, წეღან ემოციებისგან ბევრი ვერაფერი გითხარით, მაგრამ ოული დღე გამოვიდა. არ ჯერა ემოციებისგან იმენა რავი გავასხე, რასაც ქვია. მე წინა წელს დავიჭირე ძალიან კარგი ზომის
და გაუშვი. და მე სულ თავში მქონდა ჩარჩენილი, რომ მეთქი ნეტა კიდე დავიჭერ იმ ზომის რაღაცას და ხა იმასთან შედარებით ეს კიდევ პატარა იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ბრძოლა და საღოლ ჯოხს იმენა. წამოვიყვანე, იმიტომ რომ ჩემი ლიცენზიის და მიხედვით 2-ის წამყვანა შემიძლია. და ესენი იდეალური ზომა იყო წამოსაყვანი. ხო და ეხლა რო არ წამომეყვანა ესენი ჩემი კიბორგი ძმაკაცები გადამივლიდნენ. ხო და თან წამოვიღე, თან გავერთე. სახშიც ეხლა არ ვეუბნები არავის. მოკლედ, იმედია ისიამოვნეთ ვიდეოთი. რა ვიცი. ბოდიში რო ეს პატარა ბავშვი დამსდევდა თან და ვერ მოვიშვერე და ნახევრად ნორვეგიულად მიწევდა ლაპარაკი. და მე სადაც შევძელი ქართულად, მაგრამ ხო ხედავთ, ანუ ლიფსიტებით დავიწყეთ იმენა და რითი დავამთავრეთ. რომ წამოვიყვანე ეს თევზი რო ჩავდე, კიდევ შევაგდე, რამოდენიმე შეგდება. მაგრამ საერთოდ აღარაფერი აღარ ხდებოდა წყალში, მინა აი მომენტალურად გამოირთო თითქოს ყველაფერიო. ხო და უფ ჯოხი არის რაღაცა, აი პიზდეცი ჯოხია ბრატ. პიზდეცი დაამუშავა, დედა უტირა თევზს. აი, მოკლედ, ხედავთ რა ემოციები მასხავს. გავიქცე ხა სადაც 10 წუთში სახში ვიქნები. მეუღლესაც გადავრევ. მომავალ ჩართვამდე. კარგად.